საზოგადოებისთვის რამდენადაც ცნობილია და უფრო მეტად ამაზე ხდება აპელირება, სანქციები ეხება კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს, კონკრეტულ პიროვნებებს, თუმცა მომავალში თუ ესე გაგრძელდება, აუცილებლად შეეხება მოსახლეობასაც, თითოეულ ჩვენგანს და მთლიანად ქვეყანას, ქვეყნის ეკონომიკას. იმიტომ რომ სანქციები არ ითვალისწინებს მხოლოდ პიროვნებებზე, ესე ვთქვათ, გარკვეული შეზღუდვების დაწესებას. სანქციები შემდგომი ეტაპები ითვალისწინებენ ამ პიროვნებებთან დაკავშირებული ორგანიზაციების, ფინანსური წრეების, სხვა პიროვნებების და მთელი რიგი ჯგუფების დასანქცირებას, შეზღუდვას ფინანსური სხვადასხვა ოპერაციებისას, მათ შორის რეგიონალური, არა მარტო ფართო საერთაშორისო ასპარეზზე. აქედან გამომდინარე, ეს არის ძალიან რთული ასაქმელი იმ სიტუაციაში, რომელშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, ჩვენ არ გვაქვს დრო ამაზე ფიქრის, თუ ეს რას გამოიწვევს გრძელვადიან პერსპექტივაში. უბრალოდ ამ მოკლევადებში ჩვენ გვიხარია და მით უფრო რაღაც გარკვეულ რწმენას გვაძლევს, რომ მალე რაღაც შედეგს გამოიღებს და სიტუაცია შეიცვლება. თუმცა მეორეს მხრივ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არ არის ჩვენი სცენარი. ეხლა რა პროცესების ხორციელდება, ეს პროცესები გამიზნულად არის დაგეგმილი. საკმაო ხნის წინ ეს არ არის 1 და 2 წლის ამბავი. თავის დროზე გქონდა ჩვენ გარკვეული დისკუსიები უფრო ვიწრო წრეებში ჩვენ მეგობრებთან, რომლებთანაც გარკვეულ თემებზე მაშინ შესაძლებელი იყო ჯერ კიდე ღიად საუბარი. და მე პირადად მაშინვე ვიძახდი, რომ ვექტორის შემოbrunება ესე ადვილი არ არის 1 და 2 ვადაში და ამას დაჭირდებოდა უფრო გრძელვადიანი პერსპექტივა. თუმცა ჩემთვის პირადად ეს უკვე საკმაოდ ნათელი იყო უკვე პირველი პერიოდის დასასრულისას. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. ეს სცენარი მიმდინარეობს ისე, როგორც მიმდინარეობს, ჯერჯერობით მე ვერ ხედავ ისეთ სასიკეთო გადახრას საზოგადოების მხარეს, რომ რამეზე ხა ესეთი კარგი პროგნოზი გავაკეთო, თუმცა ყველაზე კარგი რაც აი ამ პროცესებში, აი ამ აქტივობების განმავლობაში ქუჩაში გამოიკვეთა, ეს არის, რომ ხალხი შეკრული არის ერთი იდეის გარშემო. აქ არ არის ვინმე გამოსული რომელიმე კონკრეტული პარტიის ან რომელიმე კონკრეტული პიროვნების დასაცავად ან რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ხმების დასაცავად. აქ არ არის გამოსული ხალხი, რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, ეხლა რა ვიცი, ძალიან ბევრი ადამიანისთვის, იმიტომ რომ თავის დროზე სხვა ხელისუფლებებიც აყალიბებდნენ, ესე ვთქვათ, სექტანტურ ჯგუფებს, რომლებიც ბრმათ მიყვებოდნენ და დღესაც მიყვებიან, ხო? ხედავთ ამას ჩვენ. თუმცა ეს კატეგორია, რომელიც ჩემი გათვლებით არც ერთ დღეს, არც ერთ საღამოს 100.000 არ ჩამოცილებია და ამ ყინვაში და ამ თვენახევარზე მეტი პერიოდის განმავლობაში უკვე გარეთ დგას. და ასეთ მუქარაში და ძალადობის პირობებში. ამხელა წნეხის პირობებში, ხო? და ეს არის ძირითადად ის ხალხი, ვისაც ამისი შესაძლებლობა აქვს, როგორც ფიზიკური, ისე ფინანსური, იმიტომ რომ ეხლა მერწმუნეთ ყოველ დღე თვენახევრის განმავლობაში ასე სიარული და თან ჩვეულებრივი ცხოვრების გაგრძელებაც შეუძლებელია, ხო? თუ რაღაც ძალიან დიდი ძალისხმევა არ ჩადე ამაში. ამიტომ მე მინდა მოუწოდო ყველა მხარეს, მათ შორის ხელისუფლებასაც, რომ ძალიან კარგად დაფიქრდნენ, რა დევს სასწორზე რა. დღეს არავის არ ახსოვს არც ბუდუმდივანი, არც მამია ორახელაშვილი და არც კიდე მავანი, ვინც იქ პატარ-პატარა დაბალ-დაბალ თანამდებობებზე უცბად კომუნისტების შემოსვლის დროს 21 წელში მოხვდნენ და მრავალი ცუდი საქმე გააკეთეს, რომელიც ახლა ფართო საზოგადოებამ არ იცის, ამაზე სხვათა შორის მუშაობდა ხალხი წლების განმავლობაში და ეს ძალიან ცუდია. ეს თავის დროზე უნდა გამჟავნებულიყო, რომ ჩვენ ეს აღარ გაგვემეორებინა და ყველას ქონდა გააზრებული, რამხელა საფრთხის წინაშე შეიძლება ყოფილიყავით. თუმცა მივიღეთ ის, რაც მივიღეთ, არც ახლა არ არის გვიან. ჩვენ 30 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ისეთი პროცესის მომსწრე გავხდით, რომ საერთოდ არ წარმოგვედგინა, ხო, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ თუ შეიძლებოდა ასეთი რეალობების წინ დამდგარიყავით. მაგრამ გავიარეთ, ბევრი გავიმარჯვეთ, ბევრი დამარცხებას ვნახეთ, თუმცა გავძლიერდით, ჩამოყალიბდით როგორც საზოგადოება, რომელსაც აქვს მიზანი, რაც ყველაზე მთავარია და რომელსაც ახასიათებს წარმოუდგენელი ერთობა. სრულიად უცხო ადამიანებს დღესდღეობით ქუჩაში ისეთი სითბო, ისეთი სიყვარული და ისეთი თანამდგომა აქვთ, რომ გასაოცარია. ნამდვილად.